გამარჯობა შემოდგომილებო და სავალება როგორ ხართ? მე ამდენიც და ამ ვიდეოს ჩაწერის აღარც მახსოვს მოკლედ. პირველ რიგში მინდა ყველა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ მოუწვისთვის, რადგან აი იმ ვიდეოს შემდეგ რაც მახსენე რომ ბინა ვიყიდეთ ძალიან ბევრი კომენტარი მივიღე მოუწვთვის და დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თვითონ თქვენგან, ვინც ჩემს სიხარული გაიზიარეთ. და მომილოცეთ, მაგრამ ეგ არ არის ეს ბოლო სიხარული, იმიტომ რომ ძალიან ბევრი კარგი რამე ხდება, მაგრამ ყველაფერს ჯერჯერობით ვერ გიყვებით, როცა დადასტურებულად მეცნიერება მე კიდე უეჭველად ყველაფერს გაგიზიარებთ, მაგრამ ძალიან გთხოვთ რომ გამომეწერეთ ჩემ YouTube არხი, იმიტომ რომ აუცილებლად ძალიან ბევრი საინტერესო ვლოგს გავდებ რემონტთან, გადაბარგებასთან, ავეჯის ყიდვასთან დაკავშირებით და ვფიქრობ ძალიან დაგაინტერესებთ ეს რეალისტური ამბები. ბინასთან დაკავშირებით გქონდა ძალიან ბევრი კითხვა და ეხლა რამდენიმეს ვუპასუხობ. იქ ვიდეო თუ ნახეთ, სადაც ვამბობ რომ ბინა ვიყიდე, იქ მე მაქვს ვიდეო მიბმული, ანუ მაქვს ჩასმული, სადაც შიგნითა ოთახები ჩანს ამ ბინის, თუ როგორია ოთახები, აივანი და ყველაფერი. აქ ეხლა ჭრა იქნება და იქ ნახავთ ამ ვიდეოს, თუ არ გინახავთ მაგ დროს. დიახ, მაცემო არის სამზარეულო. ეს არის საძინებელი, მისაღები, ანუ ტუალეტი რკინის კარები, სველი წერტილი. ეგ მისაღები, ანუ ზალას ბუჩი. შვენიერია და აივანი. აივანი როგორც საძინებლიდან, ისევე ზალიდან გავდივართ ერთ საერთო დიდაი. აივანი ძალიან კარგია რომ ორივე ოთახიდან არის გასასვლელი, ხო? ეს აივანი. ეს დამთავრებული ბინა არის, ერთი და ეს უბრალოდ ჩვენია, ჩვენი ამის გვერდზე არის. და ამან წინ კორპუსი გაიდგნა. არა, ეს ეზო არის ამ კორპუსს, სადაც უნდა აშენოს ბავშვები. კიდე იქ ფოტოებს ჩაგისვამთ, ანუ ეხლა რა მდგომარეობაშია ბინა, ბევრმა კითხეთ რომ სანდოობასთან დაკავშირებით და ეხლა კიდე ერთხელ გიპასუხოთ რომ ნამდვილად სანდოა, იმიტომ რომ აქ ფოტოებსაც ნახავთ, უკვე ჩვენი ბინა დასრულებულია თითქმის დეკემბერში ჩაბარდება, არის თეთრი კარკასი, ერთი შენობა კორპუსი უკვე აშენებულია, პატარა 16 სართულიანი თუ არ ვცდები, მეორე ჩვენია ყველაზე დიდი 24-23 სართულიანი და ჩვენს გვერდით კიდე შენდება ერთი კორპუსი, ანუ იგივე კომპანიაში, ანუ გვერდი გვერდ, რომელიც ერთი სართულით ცოტა ისიც მაღალი იქნება, უბრალოდ ჩვენ ბინასთან შედარებით ერთი სართულით ნაკლები აქვს და ეგ 2027 წელს ჩაბარდებაო, რომ ივნისში თუ არ ვცდები, ზუსტად არ მახსოვს. შეგიძლიათ საიტზე ნახოთ და თუ გაინტერესებთ ლინკს, ანუ კომენტარი დამეწე და ლინკს შეგიგდებთ ხო რომ ნახოთ. რაც შეეხება ბინის ჩვენ კვადრატულობას, არის 40, თითქმის 48, 47 და რაღაცა, 2 მეტრი აკლია, მგონი 48-მდე. ზუსტად არ მახსოვს. აქვს დიდი აივანი, ანუ ვიდეოში როგორც ნახავდით. ჩვენ ბინას აქვს უზარმაზარი აივანი. გადის, ანუ მისაღები ოთახი და საძინებელი ოთახი ორივე გადის ამ უზარმაზარ აივანზე. წინათ რამდენიმე წლის წინ მე როგორც მითხრეს, აივანი თქვენ შემისწორეთ, მე როგორც მითხრეს, იმას გეუბნებით ეხა. სწორი ვარ თუ არა, სწორი არ ვიცი, ამიტომ შემისწორეთ. წინათ მე მითხრეს, რომ რამდენიმე წლის წინო ბინას რო ყიდულობდიო, ეს კვადრატულობაში ხო ყიდულობ, კვადრატულობაშიო იმის რა ქვია, აივნის და სველი წერტილის კვადრატულობა არ შედიოდაო, რო ყიდულობდიო ბინასო, ეხა შედის აივანის და სველი წერტილი და აივანი იმდენად დიდია, რომ საკმაოდ, ანუ ძალიან კარგი აივანია, მაგრამ რა თქმა უნდა ბინას ძალიან ესე კვადრატულობას აკლებს, როცა ძალიან დიდი აივანია. ეგ გეცოდნიათ ალბათ. მაგრამ აივანი მოწონს ყველაზე და მეც აივანზე ვგიჟდები, იმიტომ რომ წარმოვიდგინე იქ როგორ დავდებ ამ და თვითონ გამიწყდა. იმიტომ რომ ვიაჯიმ ბამბასედებს მოკლედ. იმის თქმა მინდოდა რომ უკვე წარმოვიდგინე იქ ყავის დალევის მთელი ცერემონიალები. რა თქმა უნდა ეს არის ქალაქის ცენტრი, მაგალითად ვაკე, საბურთალო ან თავისუფლება ან რაღაცა ეგეთი არ არის, ან თაწმინდა. იმიტომ რომ
ეგეთ ადგილებში ბინების ფასი წარმოგიდგენიათ რაღაცს. ანუ ხო იცით რაღაც მაგის ილუზია ვის აქვს საერთოდ. ჩემი ბინა კონკრეტულად არის ისანში მეტროსთან არის პირდაპირ მეტრო არა მეტროსთან არის. და ეგ არის ყველაზე კარგი, იმიტომ რომ ესეთი ბინების ფასი, რომელიც არის ესეთი ახლოს, აბა თუ გაცდიან, რომელიც არის ესეთი ახლოს მეტროებთან, ანუ 2 მეტრო არის ახლოს და კიდევ ცოტა თუ გაივლით მესამეც შეხვდებათ, ავტობუსის გაჩვენა, ანუ ტრანსპორტის პრობლემა არ არის საერთოდ. და ეგეთი ბინა არის ყველაზე კარგი ამაში გაგვიმართლა, იმიტომ რომ ასეთი ბინების ფასი ჩემი აზრით იმატებს, არ იკლებს, როცა ანუ მეტროსთან ხარ ესე ორნაბიჯშიც კი არა რამდენიმე მეტრში, იმიტომ რომ აი თბილისში ჩემი აზრით ყველაზე კომფორტული, სწრაფი და იაფი გადაადგილების საშუალება არის მეტრო. ნუ ცოტა ელეთ-მელეთები მემართება მეტრო და მქონი იწნება მივარდება თუ უქაერობა მჭირს და ცოტა გონება მეჩიშება მეტროში რომ ჩავდივარ ხოლმე, მაგრამ არა უშავს. შევეჩვევი იმენი მაგ ფაქტს, იმიტომ რომ სულ მეშინია ხოლმე რომ არ გავწდე იმას რა ქვია გაჩერებას, აი თბილისში რომ ჩავდივართ ხოლმე რა რომ ჩავდიოდით, აი სულ მაგის მეშინია, იმიტომ რომ გონება მე მინდება თუ ვინმე ხართ ეგრე, მე მგონი უხაერობის ბრალია. თუ ვინმე ხართ მეტროში ეგრე დამიწერეთ ძალიან გთხოვთ კომენტარებში ძალიან. აი რაღაცნაირ რომ ამოვდივარ მეტროდან, მე მოვდივარ გონს. ძალიან კოშმარია. არა შევეჩვევი. მაგას ვინჩევეს. და მოკლედ კიდე რამე კითხობ თუ გაგვთ ძალიან გთხოვთ დამიწერეთ კომენტარებში. აუცილებლად ვეცდები რომ გიპასუხოთ. ხო და ანუ სანდოა თუ არა სანდო. ზუსტი ფაზი მე არ მახსოვს რა გადავიხადეთ. ანუ ბოლომდე არც გადავიხადე, იმიტომ ნაწილ ამაგდენი თანხაღაბის აქვს. მაგრამ ანუ შეგიძლიათ რომ საიტზე ნახოთ. ანუ მოძებნოთ რავი ბინებს ხედვა გაყიდვით თუ რაღაცა და ადვილად მიაგნებთ. ისეთ იქ გარშემო ძალიან ბევრი ბინა შენდება. ანუ არ ვიცი რატო ეგრე, მაგრამ ძალიან ბევრი ახალი ბინა შენდება იმ ადგილას. და ძალიან ისე. თვითონ ახლა ბინიდან რო გადაიხედავ და აი ვინიდან რაღაცა თბილისის ულამაზესი ხეთი არ მაქვს, მაგრამ ანუ ცუდი ადგილი არ არის ჩემი, არ ვიცი. ისანში ნამყოფი არ ვარ. ანუ ისანი სამგორიანი ახლოს არის ხო? სამგორის ახლოს არის, არ ვარ ნამყოფი. მე არ ვიცი როგორი ადგილია, მაგრამ თუ ვინმე მიცის და ძალიან ბევრი თბილისიდან მიყურებთ. ლისტს რო ვუყურებ ხოლმე ჩემი ტოპ ქალაქების, თბილისი არის პირველი. ხო და ბევრი მიყურებ დარწმუნებული ვარ და აი თუ ვინმე იცით იქ ცხოვრობთ ან ნამყოფი ხართ ან რაღაცა ძალიან გთხოვთ დამიწერეთ როგორი ადგილია, იმიტომ ისანში არ ვარ არადროს ნამყოფი. ეხლა მომიწევს ცხოვრება, მაგრამ პატარა რო ვიყავი ცხოვრობდით თავისუფლებაზე, პირდაპირ თავისუფლებაზე. კიდევ მიცხოვრია, ნუ ნათლია ჩემი ბევრ ადგილას. ყიდდა და ყიდულობდა ბინებს და გადადიოდა, გადმოდიოდა და მე რო სამწყობში ვიყავი ხოლმე, მაგ პერიოდს გიყვებით. 6 წლამდე, 7 წლამდე თბილისში ვცხოვრობდი. იმიტომ კი არა რაღაცა უბრალოდ ექიმები, მონაყოლი მაქვს იქ ისტორია და აღარ ჩავეძიები და ბევრ ადგილას ვარ თბილისში ნამყოფი. აი სამგორში და ისანში არ ვარ აქ ნამყოფი. არ მიცხოვრია, არ ვიცი. ხო და ამიტომ დამიწერეთ ან კომენტარებში როგორი ადგილია. მე თუ აკრავს გულს არ გავიხედავთ. ხო, ეს მინდოდა რომ მეთქვა. თუ რამე კითხვა გიქნებათ, დამიწერეთ. ისეც გაჩვენებთ მთელს პროცესს, მე აუცილებლად ხო წარმოგიდგენთ ხა მე რო ეგ არ გადავიღო. რა ის იუთუბერი ვიქნები, მაგრამ აიც ვიცოდეთ. ნახენი, ბიბიას დაბაბარი. და ბაბუას ნახე, ეს რაღაცა ახალია. ნახეთ. რა, საოჯახო ხო ნახენი. ეს არც თულია და არც ბარამბინო. ეს რა არის? მაგრამ ნახეთ, კარგად გამოიყურება. მოჭველი კარამელია და კარამელი მიყვარს, მაგრამ არ ვიცი როგორია. გავსინჯავ და გეტყვით. და იოგურტი ვთხოვე. მე ეს იოგურტი არ მithოვი, ამას არ ვსვამ. ალპელანდ თუ რა არის ესა? ამას როდის ყიდულობდი მე? იყოს რაც არის. მონატანს ის წუნი არ დაედება. მოიტანა ეს თავიდან ნაყინი მეგონა, მაგრამ ნაყინი კი არა, კამფეტი არისო. რა არის? პირველად ხედავ, მარწყვის არის. ხედ? გავსინჯავ. ასეთი ხედი იქ არ მაქვს. ასეთი სიმწვანე იქ არ იქნება.
უბრალოდ შეხედეთ. აქ არის ნერგები. ნახეთ როგორ ჩამწკრივებულია კიტის ნერგები და იმისი კიდე ლობიოსი. და იქითაც არის. შეხედეთ. როგორც ყოველთვის მოყრობული და წვიმიანი ამინდი აქ. გზაფხული ხო არ მეღირსა. მე კი არავის. გზაფხულმა გადაგვაგდო. არ არის გაზაფხულიც არ არის, არ ვიცი. პირდაპირ სიცხეებში გადავამე ესეთი ეჭვი მაქვს, იმიტომ რომ ეს ხო როგორ მაცვია ვერ წარმოიდგენ. კურტკით დავდივარ ისევ ქალაქში რო გავდივარ ხოლმე, თქვენ იცით, იმიტომ რომ ცივა ხო. როგორ ზამთარში ციოდა ისე, კი არა უარესად ცივა. მე არ ვიცი ეს რატო ხდება. მაგრამ რას ვიზამ? ამინც ვერ ვაკონტროლებ, ეგ სუპერ ძალა არ მაქვს. თორე მე კი ვიცი რასაც ვიზამდი რომ შემეძლოს. ამ ხეს თუ ხედავთ ეს არის პორტუგალი და ეს ხე თუ ლიმონია ზუსტად არ მახსოვს ზამთარში გახმა ხალხო გახმა ეს ხე ანუ ეხლა კი არ ეთყობა რომ გამხმარი იყო მაგრამ წინა ვიდეოები თუ გაქვთ ჩემი ნანახი იქ ნაჩვენები მაქვს როგორ გახმა მეთქი ეს ხე ხო და ანუ თავიდან დაიბადა აქ მე იყვნენ მოსულები სტუმრები და მიკითხეს რომ არ არის ესო გამხმარი და რა არა ბაუა მოუჭრიო და მე მაინც დაელოდა და ნახეთ. აი, ნახეთ. ისინი დაცვიდა ძველი ფოთლები და თავიდან დაიბადა. ნახეთ. სასწაული თუ გინახია. აქ გვაქვს თვითნებურად ამოსული კივი, ეს არის გარეული თუ არ ვწდები. გარეული. რა გასაზრდელოა. ბაბუას ჰქონდა კივის პლანტაცია. მაგრამ ძალიან დიდ შრომას მოითხოვდა და მოჭრა და მგონი ეს და კიდე ერთი ესე დღე შეერჩენილი, მაგრამ ამის ნაყოფი ჩვენ არ გვიჭამია, რა ვიცი. მიშე. ბობსკი, გამოდი აქეთ. ბობი. არ წააქციო. თორე კაგი ბრაზდებიან. ნახეთ რამდენი კიტრებია. პატარა კიტრის ნერგები. წინ გაიზდებიან და მერე ვიღაცის სალათაში აღმოჩნდებიან. შეიძლება რომელიმე თქვენგანის სალათაში აღმოჩნდეს. ჩემი კიტრი ეს კიდე არა, ეს არა, ეს არის ლობიო. გაჩვენებთ ახლა. აი ლობიოები. ნამწკრივში მთლიანად არის. აქაც არის ჩვენი კიდევ კიტრები უამრავი. ამ ნაწილში აქ კიდევ. ნახეთ როგორ გამოიფოთლა. ისინი რა ქვია, მალე თხილის სეზონიც მოვა. ჯერ არაბია ხო, მაინც კარგად ნახო. მაინც აქ რას დაინახო. მე ჩემს დავინახავ, თქო და რა არ ჩანს. ნახეთ აქ რა ლამაზია. მე მიყვარს აი ეს თხილის რიგები. და სკეპიცებით ნახეთ რა ლამაზია. სიმწვანე. არ ვიცი. საფლუშკა, არც მე მიყვარს. რაღაცნაირი თავისებური ასთეტიკა აქვს. ლამაზია ძანარვი. აკეთე ჭამოჩა. რაღაცნაირია. აქეთ მეზობლის შეხედავთ რამდენი ყვითელი ყვავილია და ჩვენთან არც ერთი არ არის. არც აქეთ და არც იქ და ეზოში არა გვაქვს. არც ერთი ეგეთი ყვითელი ყვავილი. ნუ რამდენიმე შეხვდებით, აი კომდა-კომდათ, მაგრამ აქეთ ნუ არ ვიცი რატო არ არის ჩვენთან. ყვავილი ნახეთ. აქ არის გოგრები. ყვახები. ხედავთ? გოგრა, ყვახი რავი. pumpkin ნახეთ რომ სასაყვარლები არიან და ეს უზარმაზარი ხე რომ მე ის ვიცი რომ ჩემზე ბევრად უფროსია ეს ხე ბაბუა ჩემის დედამ თარგო თუ ბაბუა ჩემის არ მახსოვს ზუსტად რა მაგრამ ძალიან დიდი ცრო არის მსხლის არის და თანის არის რა ქვია ძველი აქაც მიწა დაუმშავებიათ მაგრამ ეგ ჯერაფი არ დაგვირქია შესაპირები და დარგონ აქ შეშარო მასაც არ ვიყენებთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მაინც არის ნახან გარეთ ვანთებთ ხოლმე ცეცხლს და რაღაცებს ვწვავთ. მე დამიყვარს გარეთშეობა. ესეთ ნაწილ ამინდებში ჩვენ ნახოთ სიმწვანეა. ყველგან და რა ვიცი პარკია რა. ბობსიკა შენც გამომყევი?
პუპსიკაციანობს. Წამშია იმენ, ტაფშია. კუჭი მეწვის. არა მის მომიმზადებ. ნაყენი მინდა, მაგრამ ნაყენის საჭმელი არ არის. ამის მომიმზადებს ხა უნდა ისჭამს. ბაცაკეთებს და ამ ქალბატონს უყურეთ როგორ მიაქანებს. დაკუც. რა ტიპია ჯიმინძაღლი. ბაბი, ისვაძახი. გამომხედა. ვაი აქანათებს ხედავთ ხო? აი, ზე. ღრუბლებიდან ლამაზია მაინც რა ვიცი. ამ ბოლო დროს რაღაცა ყველაფერში სილამაზებს ხედავ რა მჭირს. მის სამყაროს მშვენიერების დაფასება დავიწყებ. აიცი. რეკეა.